უკრაინამ ტიუმენის ოლქის ნავთობქიმიური საწარმოს ტექნოლოგიური კომპლექსი დაბომბა. თავდაცვის ძალებმა ასევე იერიში მიიტანეს თათრეთის რესპუბლიკაში ნიჟნეკამსკში მდებარე ტანეკოს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზეც. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით საწარმოს ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა, დარტყმების შედეგები კი სუსტდება. ამერიკა უკრაინას კვლავ უსასყიდლო დაწვდის სადაზვერვო ინფორმაციას, მათ შორის რუსული ჯარების პოზიციებზე უკრაინაში და რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმებისთვის საჭირო სამიზნე მონაცემებს. ამის შესახებ ატლანტიკი წერს, მათივე ცნობით ამ პოლიტიკის შენარჩუნებაში მნიშვნელოვანი როლი აქვს CIA-ის დირექტორ ჯონ რედკლიფს, რომელიც ტრამპს რუსეთის დანაკარგების შესახებ დეტალურ მონაცემებს აწვდის. კრემლმა რეგიონებს დაავალა, რომ წელს ომში 409,000 რუსი გაგზავნონ. ინფორმაციას Financial Times-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით გეგმის შესასრულებლად ისინი სულ უფრო ხშირად მიმართავენ იძულებით მეთოდებს. მათ შორის ადამიანების პირდაპირ ქუჩიდან გატაცებასა და სტუდენტების მოტყუებით ჯარში წაყვანეს. კობულეთში 300 მაყურებელზე გათვლილი ახალი სტადიონის მშენებლობისთვის 5 მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა. სტადიონთან ერთად მიწის ნაკვეთზე უნდა მოეწყოს სპორტსმენებისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურა, გასახდელების ველი წერტილი, დაცვის ჯიხური და სხვა დამხმარე სივრცეები. სტადიონი ხელოვნურ საფარიანი იქნება.